ზაზა, აი უყურე რას გეუბნები. მოკლედ, გაგიკეთებ ვიდეოს, როგორ გავაკეთოთ ეგ კიბის საფეხური მეტი კაცო. მოაჯირი, ოღონდ აბსოლუტურად პირობითი ვიდეოა, რასაც ახლა მე ვაკეთებ. ნუ დანარჩენი შენ მე თვითონ ნახავ, როგორ რანაირად. მოკლედ არის აი ეს რასაც ხედავთ აქ, საამწყობო. ამ საამწყობოზე ჩვენ გვაქვს, ახლა უნდა შევქნათ ჯერ კარკასი. ნებისმიერ ადგილზე დავაკლიკებ. გვაქვს კარკასი. ამ კარკასზე ჩვენ გვჭირდება ახლა ვერტიკალური ღერძი, ვთქვათ, Y. ეს просто ხილვადობას მივცემ. სპირალი არ გამიკეთებია, გინდა დაეჯირი, გინდა არა. პრაქტიკულად რაც მუშაობ, ერთი ბოლოს 3 წელიწადია, იმიტომ რომ არ დამჭირვებია. ხდება. აი სპირალი. ამან თვითონვე არ აიღო. ამის მიმართ რო დამისვას და აქეთა მიმართულება მივცეთ. კაი. დიამეტრი როგორც თქვათ, დაუშვათ არის 2 მეტრი. ბიჯი მივცეთ სიტყვაზე ვიძახი 1500 მმ. ეს რანაირად მივიღეთ. მოდი 1500 არ მომადგა და მივცეთ თქვათ სიტყვაზე ესეც 2 მეტრი. ვიტოკების რაოდენობა 2 ცალი მივცეთ. ნუ ისე ვაკეთებ რა. დაახლოებით ვაკეთებ რა. იყოს დანარჩენი გვაწყობს. ოკეი, მივეცეთ. აი ეს გვაქვს ჩვენ სპირალი. ახლა უყურე, აკეთებ შემდეგნაირ ქმედებას. ჩვეულებრივად ვიღებთ ახლა ხაზს. ამ ხაზს ვსვავთ აი ამ ადგილზე, ჩვეულებრივად დავიწყეთ ერთი მიმართულება, აი ეგეთ კონჩი. წავიდა. მაიცე კაცო. აი ეგრე. სიტყვაზე, ნუ რაღაცა რა, ხო ხდები, პირობითია ყველაფერი, ნუ მოდი 1100 ბევრია თქვა 800 მმ მივცეთ, იმიტომ რომ მე არ ვიცი ახლა იქ შენ რა გაქვს ვიტოკი. იმისათვის რომ ახლა ჩვენ ეს ბიჯი განსავლოთ აქ, მე ვაკეთებ შემდეგნაირ რაღაცას. ვიღებ ამის ზომას, აი ჩვეულებრივად გაზომით, მივაკლიკე ამას და მიწერს რომ ეს არის აი ეს 13 და რაღაცა, აი ეს. ვაფშე თვითონ აი ამას დავაკოპირებ ახლა მე, აი რე. დავითრევ ჩვეულებრივ კალკულატორს. და ეს გავყოთ, მინდა რომ 150 მმ იყოს მაგათ შორის. 150-ზე. მეუბნება რომ 87 მთელი რაღაცა ჯანდაბა ციფრი არის. ნუ ესე იგი უკვე ინჟინერიით რო გადავყვეთ ისევ ამას ესე იგი ეს უნდა გავყო მე ახლა 88-ზე. და რაც მივიღე აი ეს ციფრი, ამას პროსტა ვაკოპირებთ ისევ აი ეგეთნაირად. ეს არის ახლა ჩვენი ამოსავალი წერტილი. всё, ეს აღარ მჭირდება. ამის მერე ისევ მივდივარ ხაზი, ავიღე ნებისმიერ ადგილზე. ეხლა მე ბოლომდე არავალ, რა თქმა უნდა, რომ მაგდენი დრო არ მაქვს ეგეთ პონჩი. ნებისმიერ ადგილზე დავიწყებ ამის კეთებას, მე აი ესე რამდენიმე ცალს დავსვავ. წარმოვიდგინე. აი დავსვით, ხო? ეხლა სიგრძეები. თანაფარდობა მივცეთ ამათ ყველას, რომ ესენი იყვნენ ერთნაირები. როდესაც თქვათ იმ 800 მმ შევცვლი, ესენი შემეცვლებიან, რა თქმა უნდა, შესაბამისად. ეხლა წავიდა ზომა. აქედან აქამდე მე მჭირდება რომ იყოს აი წეღა რაც დავაკოპირე ის ციფრი. ნუ ერთ ციფრის მოკლება მოგვიწევს იმის გამო რომ ამან ვერ დაინახავ. მე წავიდა. уже как по маслу რო იტყვიან, არაფერი აღარ უნდა ამას. ეს ახლა მე იქეთ-აქეთ მითამაშებს ამ რაღაცას, ნუ ხვდები ალბათ იმის გამო რომ ეს მე დაბმული არ მაქვს. მოდი ვაფშე ავდგები დავაბავ ამას ერთი ადგილი რომ всё იყოს და აღარ გატოკლდეს. მაგანაც twin არ ბურღოს.
ყველა ზომას, რასაც ეხლა მე აი აქ გამოვიტან, დავაკავშირებ პირველ ზომას და პირველი ზომა რაც მექნება, იმასთან იქნებიან ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, დაკავშირებული. საჭიროების შემთხვევაში თუ კი თქვა შენ რაღაცის გამო მოგიწევს მე იმ პირველი ზომის გადაკეთება, ნუ რაღაცის გამო. ხო, ეგ ყველაფერი გადაკეთდება. აჰა, ოკეი. ეხლა ჩვეულებრივად აიღებ სპლაინს. აჰა, მაინც ეგ არა. აი ეს სპლაინი გვინდა. და აი ამ ტოჩკებზე გავატაროთ ზემოდან. აჰა. არაფერი არ უნდა ამას, ზაზად, ამის ძალიან მარტივი გაკეთებადია. აჰა, საზდაჭი. всё. მივიღეთ რაც გვინდა. აი ეს არის კიბეები და კიბის საფეხური და რიკულები. ოკეი. დავასრულე. ეხლა უყურე, იმისათვის რომ მაგ ზომებმა ჩვენ ტვინი არ გვიბურღონ პირდაპირ ვიდიმას რაზმერავ გაუთიშავ. მივეცით დამახსოვრება ამას ეს რაც არის და როგორც არის, გამოვედით აქედან. მერე შემოვიდეთ პროექტირებაში და ვირჩევთ ამ პროფილებს. დავაი სახრანი რაც არის, ვორკატი არ იყოს ტესტი. აჰა. სახრანი იყოს რაც არის. აჰა. აი შემოვაგდო ეს კი იცი შენეგამბავი რაც არის და აქ ჩვენ ავირჩიოთ უკვე სტანდარტული პროფილი. ეხლა ამ შემთხვევაში დინი მაქვს მე და არ გადავთავრო დინიც იგივე თემაშია რა თქვა. და ეს არის აი პოლდიუმა კი არა და 3/4 არის აი ეს 33.7. ავირჩიოთ 3.2 მმ იმითი დიამეტრი სიტყვაზე. მე სიტყვაზე იმაშვები ვაკეთებ მაინც ამას. აი მქვედა იმას არ აირჩევს, იმიტომ რომ უყურე ქვედა ის სპირალი მაგან ვერ დაინახა რა არის და როგორ არის, მაგას ვერ ხედავს, მაგრამ სამაგიეროდ ხედავს სპლაინს, რომელიც ჩვენ აქ გავაკეთეთ. ეს სპლაინი გვაწყობს. ოკეი. აჰა. დამისვას მაგან ეხლა ეს სპლაინი მაგ ადგილზე. საჭიროების შემთხვევაში თუ შენ ქვემოთაც აი პროფილის დასმა გინდა ამ პროფილის, ხო აქაც იგივე სპლაინს გაატარებ მე დამატებით და სპლაინს ეს ჯიგარი აიზბორება. აჰა. წავედით ეხლა რიკულები. რიკულები როგორც იქ იყო, ავირჩიეთ პოლდიუმა ტრუბით. ეხლა 3-იანს თუ აიღებენ, კარგია, მაგრამ მოდი მე 2 და 6-იანს ავიღებ, იმიტომ რომ ნუ არის ვარიანტი, რომ ტიპებმა 3-იანი ვერ იშოვონ და ნუ რაც არის ბაზარზე, ის აიღონ და ნუ ეგეთი რაღაცა გავაკეთოთ. ეხლა აქეთ და აქეთ არ დავსვავ სპეციალურად მე იმისათვის, რომ ნუ რავი, მაინც ყოველ შემთხვევაში, მოდი ესე ვთქვა. არ დავსვით. აჰა, ოკეი. აჰა, დაჯდა. ამისი ფერის მიცემაც ახლა მარტივია, პირდაპირ აქედან აქამდე სიტყვაზე ამას მივცეთ რომ ეგ იყოს რაღაცა, რა ვიცი, ყვითელი ან რაღაცა, რა ვიცი. ავირჩიოთ რა, აი, არანჟევი იყოს და პირველი კიდე მოდი მწვანეს მივცემ ახლა ისე რა. აჰა, და ერთმანეთში კონტრასტულად გამოყოფილი ორი ფერია და ეგრე იმაშვება. აჰა, მივიღეთ ეს. მიღებულია. აი ამას თუ ჩავხედავთ აქედან, ჩანს ესენი აყოფილი აქვს თავი და აი შეუღლება გვჭირდება. შეუღლება კეთდება აი ამ ბრძანებით. ვირჩევთ ჯერ აი ამ მოჭრის პროფილს, აჰა, მერე ავიღოთ აი ეს თვითონ აჰა, ოკეი. მორჩა. ეგ არის ყველაფერი ზადა შემოგეული. აი მარტივია რა, ძალიან მარტივია. აქ რო შემოხვალ სპეციფიკაციაში უკვე ეს ყველაფერი თავის იმაზე ზის, აჰა, აგე რა. პროსა კარკას მივცემთ რომ ეგ არის ფანტომური, ეგ არ გვჭირდება ჩვენ სპეციფიკაციაში და დანარჩენი ეს ნუ როგორც მაშინ აგიხსენი, ისეთნაირად გააფორმებ ნომერს მისცემ, აგერ რაოდენობას გადაიყვან, რომ პრინციპში რაოდენობა აქედან გადადის. ნუ ინვენტორსაც მაგალითად დებილურად აქვს მოწყობილი основная величина დავსვათ აქ. და основная величинას მივუთითოთ რომ უნდა იყოს ეს штука და არა მილიმეტრული სიგრძე. აჰა, всё. მე შეგვიძლია გავთიშოთ, გადმოვედით აქ და აჰა, აი ეს всё, რაოდენობა ეს 6 ცალი, ეს 1 ცალი. აი ეგ არის. всё, ესეც დგას თავის ადგილზე. საჭიროების შემთხვევაში თუ კი ამას შენ ახლა გადაიტან დვადე ნახაზზე, ეს გადავა აი ესეთი იმით თან იმას თავები აქვს მოჭრილი. მშვენიერი, ლამაზი, всё, არაფერი არ უნდა, ბევრი ის არა აქვს. რავი, რა სიტყვა. მოკლედ ეგ არის რა.